კომუნიკაციების კომისიამ TV პირველის ფორმულასა და მთავარი არხის წინააღმდეგ პარტია ქართული ოცნების საჩივრებით დასაშვება ცნო საჩივრების არსებითი განხილვა 19 ივნის 15 საათზე გაიმართება. ქართული ოცნების პოზიციას ხდომაზე ნათია ბოკუჩავა აღჟღერებდა. მისი თქმით, TV პირველთან მიმართებაში სადავოდო აქცეული დაახლოებით 14 საინფორმაციო ჩანაწერი და 5 ეგრეთ წოდებული ქარდი. ფორმულას შემთხვევაში კი საინფორმაციო გადაცემის 7 ჩანაწერი და 1 ეგრეთ წოდებული ქარდი. როგორც TV პირველის იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, კომისიას მსგავს თემებზე გადაწყვეტილება აქამდე მიღებული არ აქვს და ახალი პრაქტიკა მისივე თქმით, საჩივარშივე კარგად ჩანს, რომ ჟურნალისტმა ფაქტი გამიჯნა მოსაზრებისაგან. ფორმულას იურისტის ეთერ ქათამაძის თქმით, კანონი, რომელსაც საჩივარი ეხება, ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, თუმცა ამ დრომდე კომუნიკაციების კომისიისგან ტელევიზიას არ მიუღია არანაირი განმარტებები, მითითებები თუ გზამკვლევი, რაც უზრუნველყოფდა კანონის განჭვრეტადობას. მისივე შეფასებით, მედია ახლა ცენზურის პირდაპირი საშიშროების წინაშეა. ძალიან საშიში პრეცედენტი იქნება უკვე ამ საკითხების არსებით სხდომაზე განხილვა და გეტყვით რატომ. პირველ რიგში კომისიას მოუწევს, რომ იმსჯელოს შინაარსობრივად კონკრეტული სიტყვები წარმოადგენს ფაქტს თუ წარმოადგენს მოსაზრებას. ანუ კომისია ვერ გაექცევა იმ გადაწყვეტილებას, რომ მაგალითად სიტყვა რეჟიმი ეს არის ფაქტი თუ არის შეფასება. ანუ ხვდებით ხო რა დონის შინაარსობრივ რეგულირებაში უნდა შემოვიდეს კომისია და რა დონის საფრთხე ემუქრება საერთოდ გამოხატვის თავისუფლებას და ეს არის პირდაპირ ცენზურა. თუ აქამდე ჩვენ საუბრობდით, რომ რაღაც ნიშნები იყო ცენზურის და ანუ ყოველთვის მოუწოდებდით კომისიას, რომ ეს ცენზურისგან თავი შეეკავებინა, ეხლა ვიმყოფებით ცენზურის პირდაპირი საშიშროების განხორციელების ეტაპზე. კლანის მსახური მოსამართლე კი არა, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ასე უნდა გამიჯნოთ აზრი ფაქტისაგან და ეს არის სწორი. არალეგიტიმური ხელისუფლება კი არა, საქართველოს ხელისუფლება. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მის მიერ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ საჩვარზე პირველი კომენტარი გააკეთა. კობახიძე ამაში ცენზურის დაწესების მცდელობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ფორმულას და TV პირველის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას მედიაში კულტურის ჩამოსაყალიბებლად მიმართა. ოცნებამ აუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელსაც მედია მენეჯერების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი რეპრესიულს უწოდებს 2025 წლის მარტში მიიღო. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ კანონი ყველა მედიას თანაბრად ეხება. შუაში აქვს ცენზურა. ობიექტურობის სტანდარტების აღარ უნდა გამოვიყენოთ. ობიექტურობის სიტყვების თქვენ გაგზიანებთ, ის აღარ უნდა გესმოდეთ ეთერში. ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად. პირიქით, იმისათვის რომ სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს მედიაში, საჭიროა დაცული იყოს ობიექტური სტანდარტები. ხო, კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა. თქვენთვის შეიძლება ეს იყოს ცენზურა, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ყველამ უნდა იზრუნოს ჩვენ საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე, შესაბამისი მიმართულებით და კონკრეტულად ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბება. ეს კანონი თანაბრად ეხება ყველა მედია საშუალებას, ხო? მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტელევიზია რა ტერმინებს იყენებს, ხო? მაგალითად, თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები. ხო, საინფორმაციო გამოშვებებზეა საუბარი. საინფორმაციო გამოშვებაში თუ გაინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი, თუ გამოიყენება მაგალითად ასეთი ტერმინები, როგორიც არის მაგალითად რადიკალური ოპოზიცია, ამ ახალი კანონის მიხედვით ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული. თქონდა, როცა პარტია მიმართავს ვინმეს, მას სუბიექტური ინტერესი ამოძრავებს ბუნებრივია. როდესაც პარტია მიმართავს, პარტიას ამოძრავებს სუბიექტური ინტერესები. არის სხვა პარტიები, მათაც შეუძლიათ მიმართონ და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს კულტურის ჩამოყალიბებას. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვით ქართულმა ოცნებამ კრიტიკული ტელევიზიების ცენზურის პოლიტიკა აამოქმედა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიქტატურისაკენ. კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრები წარმოადგენს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს არა მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ ორგანოს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად ქართული ოცნების კონტროლის ქვეშ იმყოფება. საჩივრებში ტელეკომპანიები დადანაშაულებულნი არიან მიკერძოებულ გაშუქებაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და მმართველი პარტიის მიმართ ბალანსის დარღვევაში. თუმცა საქმე გვაქვს იმგვარ შემთხვევასთან, როდესაც მაუწყებლობის მხრიდან დაცულია კრიტიკული და საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტანდარტები, გამოთქმული რედაქციული ხასიათის მოსაზრებები, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული და კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი. დამოუკიდებელ მედიას უნდა შეეძლოს კრიტიკული კითხვების დასმა და მათზე პასუხის მოთხოვნა. კრიტიკული მაუწყებლობის სამართლებრივი დაშინება წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე მის საერთაშორისო ვალდებულებებთან. გმობთ მედიაზე ცენზურის დაწესების ამ ფორმებს და მოვითხოვთ საერთაშორისო მხარდაჭერას ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დასაცავად.
TV პირველმა ფორმულამ და მთავარმა არხმა ორივნის გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომუნიკაციების კომისიაში მათ წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ საჩივრები შეიტანა. ოცნებამ მათ მაუწყებლობის შესახებ კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება. საუბარია ტერმინებზე არალეგიტიმური პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე, ოლიგარქის დეპუტატი, რეჟიმის საქალაქო სასამართლო და ასე შემდეგ. კრიტიკული მედია საშუალებების წინააღმდეგ მომჩვანე ადვოკატი ნათია ბოკუჩავა, რომელსაც სარჩელის წარსადგენად ირაკლი კობახიძის მინდობილობა ჰქონდა. დოკუმენტში ჩანს, რომ საჩივარი არა მხოლოდ სატელევიზიო ეთერით გასულ ფრაზებს, არამედ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებსაც ეხება. მარეგულირებელ კომისიას კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მაუწყებლობის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციების გამოყენება შეუძლია. მათ შორისაა გაფრთხილება, დავალება შინაარსის გამოსასწორებლად, ფინანსური ჯარიმა, დროებითი რეგულაცია ან შეზღუდვა და ლიცენზიის ჩამორთმევა.